მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. დღეს ჩვენი სტუმარი არის ეკონომისტი და სტატისტიკოსი ბატონი ნოდარ კაპანაძე. დიდი მადლობა ბატონ ნოდარ მოგზანებისთვის. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემები იქნება პირველ რიგში რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოლიტიკები შეგვიძლია გავშალოთ იმ რამდენიმე ფაზად როგორც წესი იყოფა ხოლმე ნეპიდან დაწყებული რა თქმა უნდა შემდეგ სტალინური ეკონომიკა რომელთაც ალბათ დამსახურებულადაც ყველაზე მეტს ვისაუბრებთ და შემდეგ უკვე ამ გრევის პროცესი და ასევე მინდა განვიხილოთ სხვა სოციალისტური ეკონომიკის მოდელები. არსებობს დავა ახლა მაგალითად თანამედროვეობაში არის თუ არა ჩინეთი სოციალისტური სახელმწიფო, ჩვენი გადმოსახედიდან არის, იმიტომ რომ მაინც გეგმიურ ეკონომიკას ექვემდებარება, მაინც ცენტრალურ დაგეგმარებას ექვემდებარება და აქვს კონკრეტული გაწერილი გეგმები და აი ამ კრიტერიუმის გამო ჩვენ ვთვლით რომ არის სოციალისტური სახელმწიფო, რომ ის იყენებს სოციალისტურ ელემენტებს მინიმუმ და სანამ დავიწყებთ ამ ყველაფერზე საუბარს, მინდა ტრადიციულად სტალინის ციტატით დავიწყოთ. ეს არის 29-30-იან წლებში დაწერილი სტატია ვალუტის რეზერვებისა და პურის იმპორტის შესახებ და წყება ესე. ბოლოს რამდენიმე სიტყვა პურის იმპორტისა და ვალუტის რეზერვების შესახებ. მე უკვე ვთქვი, რომ რიკოვმა და მისმა უახლოსმა მეგობრებმა რამდენჯერმე დააყენეს საკითხი უცხოეთიდან პურის შემოტანის შესახებ. რიკოვი ჯერ ამბობდა, საჭიროა შემოვიტანოთ 80-100 მილიონი ფუთი პური. ეს შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ მანეთს ვალუტით. შემდეგ მან დააყენა საკითხი 50 მილიონი ფუთის, ესე იგი ვალუტით 100 მილიონი მანეთის პურის შემოტანის შესახებ. ჩვენ ეს საქმე უარყვავით, რადგან გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია მტკიცე ზომები მივიღოთ კულაკის წინააღმდეგ და გამოვწუროთ მას ჭარბი პური, რაც მას ცოტა როდი აქვს, ვიდრე დავხარჯოთ ვალუტა, რომელიც იმისთვის გვაქვს გადადებული, რომ შემოვიტანოთ მოწყობილობა ჩვენი მრეწველობისთვის. და მინდა რომ აი ამ მცირე ციტატით საუბრით დავიწყოთ. ანუ პირველ რიგში რამდენად გაუმაფხიზლებელია ხოლმე, როდესაც პოლიტიკოსი და სახელმწიფოს მეთაური ასე პირდაპირ საუბრობს, არ მალავს რომ გაჭირვება გარდაუვალია, მაგრამ არსებობს რაღაც პრიორიტეტები. რის გამოც ანუ აი ამაზე პირველ რიგში ახლა გადაცემის დაწყებამდე საუბრობთ, ხო? ნუ ეს არის უკვე 29-30 წელი, როდესაც გარდაუვალია ფაქტიურად დიდი დაპირისპირება დასავლეთის იმპერიალისტურ სახელმწიფოებთან და ამ შემთხვევაში სტალინი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ის დახლების საწარმოო ძალები და ამისთვის გვჭირდება თანხა. რა თქმა უნდა, ამ სტატიაში მე მასაც საუბრობს, რომ აი სიტყვაზე გერმანია, ინგლისი და ასე შემდეგ, ვინც პურს გვთავაზობს, ჩვენ იმათგან პური არ უნდა ვიყიდოთ და უნდა ვიყიდოთ ამ შემთხვევაში ეს საწარმოო ძალები, იმიტომ რომ პურის ყიდვა ნიშნავს ჩვენ სისუსტეს. ესე იგი ჩვენ თავს ვერ მივხედავთ და ეს სხვანაირად გამოჩნდება, ნუ ეს ყველაფერი უკვე მართლაც იმიჯის ამბავიც იყო, იმიტომ რომ დასავლეთი ფაქტიურად მათ გაზეთებსაც რო გადავხედოთ იმ დროინდელზე, რომელზეც სხვათა შორის სტალინიც ხშირად წერდა ხოლმე იგივე New York Times-ზე და ეხლაც რო ცნობილი გაზეთებია Guardian-ი და ასე შემდეგ. ყოველ დღე უწინასწარ მეტყველებდნენ გარდაუვალ კრახს საბჭოთა კავშირს და ნუ როგორც განვითარდა საბჭოთა კავშირი სტალინის პერიოდი ყოველ შემთხვევაში ყველამ კარგად იცის. და მინდა ამ გადაწყვეტილებაზე ვისაუბროთ, როდესაც ის გამოყოფს ეს ჯერ კიდევ კლასობრივი ბრძოლის პერიოდია, ხო, როდესაც არსებობს შეძლებული გლეხი, იგივე კულაკი ამ შემთხვევაში და კულაკობის პერიოდია, როდესაც კულაკი მალავს თავის პურს ამ შემთხვევაში და მაგალითად ქალაქში თუ სჯიდნენ სპეკულანტებს, რატომღაც კულაკები დაუსჯელებად უნდა დარჩენილიყვნენ ასეთი აზრი მუსირები და მემარჯვენე გადახრების პარტია, მაშინ ბუხარინის ფრაქცია ასე საუბრობდა ხოლმე და მოდით აი აქედან დავიწყოთ აი ამ ციტატას როგორ შეაფასებთ პირველ რიგში და რაზე შეიძლება ვისაუბროთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან საინტერესო ციტატაა, მაგრამ პირველ რიგში არ უნდა დაგვაუწყდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ, ეს უნდა განვიხილოთ ეპოქის კონტექსტში. რა ეპოქა იყო და რა ვითარება იყო მაშინ საბჭოთა კავშირში. ეს არის 1928 წელი თუ ვსწრები 29-30 კი. 29-30, ანუ კოლექტივიზაციის დაწყების პერიოდი.
მანამდე 28 წელში იყო ერთ-ერთი ბოლო გასვლა იყო ესე ვთქვათ სტალინის ციმბირის მიმართულებით, სადაც სწორედ აი ეს პურით მომარაგების პრობლემას შეეხებოდა ეს ყველაფერი და სადაც ნახა რომ თუ რას ნიშნავდა ეს ეგრეთ წოდებული შეძლებული გლეხებისგან სახელმწიფოსთვის ხორბლის მიყიდვაზე უარის თქმა და ასე შემდეგ. სტალინი ამ როდესაც ამას ამბობს კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ მეთქი რომ ამბობს ნიშნავს იმას რომ არ უნდა დაგვაიწყდეს რა ვითარება არის 1929 წელს ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი იყო მონტეგიუ იყო აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ რომელმაც დაკეტა ბრიტანეთის იმპერია ამერიკული საქონლისთვის ეს იყო ესეთი გადაწყვეტილება, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის დაწყება, დააჩქარა დიდი დეპრესია და ეს ყველაფერი იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ აშკარად მიდიოდა მზადება ახალი დაპირისპირებისკენ და აშკარად მიდიოდა მზადება იმ მსოფლიო ომისკენ, რომელიც შემდგომ 39-დან დაიწყო და 45-ში დამთავრდა. და 29-30 წლებია 31 წლის 14 აპრილის პლენუმზე სტალინმა თქვა ასეთი რამე რომ ჩვენ სამოქალაქო ომისგან გამოწვეული ნგრევით 50-100 წელს ჩამოვშით განვითარებულ ქვეყნებს განვითარებაში ჩვენ ან გავირბენთ ამ ჩამორჩენას 10 წელიწადში ან არადა შევჭამენ გადაყლაპავენ ასამნოთ და რეალურადაც ეხლა ძალიან დიდი დაზუსტებით და ჩაძიებით თუ დავაგვირდებით ზუსტად 10 წლის და 2 თვის და 8 დღის შემდეგ დაიწყო 41 წლის 22 ივნისის რაც დაიწყო. ხო და ამისთვის ამას ხედავდა და ეს ყველაფერი ჩანდა ჭკვიანი ხალხის თვალში შეიძლება მაშინაც იყვნენ ესეთი ნიჯიერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი არ მოხდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფერი კარგად არ იქნებოდეს, ჭკვიანმა ხალხმა იცოდა. და ამისთვის საჭირო იყო ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიალიზაცია და პირველი 5 წლები დაიწყო სწორედ 29 წელს. 29 წლიდან დაიწყო პირველი 5 წლები, პირველი 5 წელს მაინც დიდი წარმატებები არ ქონია, მაგრამ მეორე და მესამე 5 წლები უკვე ფანტასტიკური შედეგები იყო, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი ზრდის ტემპი იყო ეკონომიკური საბჭოთა კავშირში მაშინ. 1929-დან 51 წლის ივნისამდე 9500-მდე გიგანტური საწარმო ამუშავდა საბჭოთა კავშირში. ანუ დღეში 2 წელი ახალი საწარმო იხსნებოდა რა. ეს არ არის რაღაც პატარა ჩიპსების ცეხი ან რაღაც ეგეთი, ეს არის მაგნიტკა და რაღაც ესეთი გიგანტები. და რეალურად ის რომ ამისთვის უნდა მომზადებულიყო, ეს ძალიან კარგად ესმოდა. მაგ პრეზიდენტს ჩანს რომ ჩვენ რომ ეხლა ყველაფერი ეს მიმდინარე სოციალურ პრობლემებს მივხედოთ, ყველაფერი დაგვრჩება უკან, იმიტომ რომ თავის სოციალურ პრობლემებიანად მოგვიწევს შემდგომ პასუხისგაცემა ამ მოცანებზე, რომელსაც პასუხს ვერ გავცემ, თუ არ ვიყავით შესაბამისად ინდუსტრიულად მზად და სწორედ ამიტომაც დაიწყო ეს ინდუსტრიალიზაცია, პირველი ინდუსტრიალიზაცია. საერთოდ ძალიან საინტერესო ფენომენია ეს სტალინის ეკონომიკა, ესეთი ტერმინი ძალიან საინტერესო ფენომენია. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური ისტორიის დაყოფა რამდენიმე ეტაპად შეიძლება ერთმანეთისგან პრინციპში ცოტა არსებითად განსხვავებული პერიოდებია. პირველი სამხედრო კომუნიზმზე საუბარი არ არის, პირდაპირ საომარ ვითარება იყო და ომის დროს რეკვიზიცია ჩვეულებრივი ამბავია. შემდეგ იყო ნეპი. აი ხა მაგალითად ჩვენი თავისუფალი ბაზრის ადეპტები მიტირიან ნეპს, რომ ეს ნეპი ძალიან კარგი იყო, ფანტასტიკური ეკონომიკური ზრდა იყო, რაღაც ყველაფერი, მაგრამ ნეპი არ არის ის სისტემა, ნეპი ანუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ეს არ არის ის სისტემა, რომელიც ნახტომისებურ განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად ეხლა ნეპის დროს წარმოუდგენელი არის ჩარხშენებლობის განვითარება. სახელმწიფოს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე.
შავი მეტალურგიის. ხო, ბაზისური რაღაცების განვითარება რა. სამომხმარებლო ინდუსტრიების მშენებელი ინდუსტრიების მოდი. ხო, მოკლედ აი სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში კი ბატონო. და სწორედ ეს არის სტალინის ეკონომიკის არსი შემდგომ რომ მე განვიხილავ მაგალითად მე თუ მკითხავს კაცი მე განვიხილავ სამი ტერასია სტალინის ეკონომიკისას. ერთი არის ნახტომისებური განვითარება, ანუ სამობილიზაციო ეკონომიკა, ის რაც იყო 29-50 წლებში. შემდგომ საომარი ეკონომიკა, ეს არის 51-55 და შემდგომ უკვე აღდგენა და მერე უკვე მშვიდობიანი პერიოდი სტალინური ეკონომიკა. ესეთი იყო 45-47-დან პრინციპში 47-ში თუ 47-ში გაუქმდა ბარათების ურსაცი. საბჭოთა კავშირში ბრიტანეთში გაუქმდა 54-ში თუ 55-ში რაღაც ეგრე. ყველა ელოდა სხვათა შორის უკვე ეს ამერიკელი ეკონომისტები, ფრანგი ეკონომისტები, ინგლისელები, სპეციალისტები რა რომ ომის შედეგად დანგრეული საბჭოთა ეკონომიკა 40 წლის დონეს მიაღწევდა სადღაც 63-65 წლებში. მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირმა ომის 40 წლის დონეს, 1940 წლის დონეს მიაღწია უკვე 47 წელს. და საშუალოდ 45-დან 53 წლამდე თუ არსები, 54 წლის ჩათვლით ვარცდები, სადაც 25% იყო საშუალო ზრდის ტემპი. ის რა მაინტერესებს, თქვენ თქვით ახლა რომ ეს ამერიკის და სამყარო კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომისტები, ექსპერტები თვლიდნენ რომ ამ ეს პერიოდი დაჭირდებოდაო. ანუ ეს თვლიდნენ იმიტომ რომ უბრალოდ მათთვის წარმოუდგენელი იყო ამ რესურსების მობილიზების და გეგმიური ეკონომიკის რეალური პოტენციალი თუ ეს იყო ზუსტად იგივენაირი წინასწარ ესეთ პროპაგანდისტული გათვლა რომ აი ჩვენ ახლა აი ამ ნარატივს ჩავაბრუნებთ რომელიც შევა ისევ რაღაც როგორც ბუხარინის ფრაქციაში ალბათ ერთიც და მეორეც მაგრამ აი კრედიტზე დაგხვდებიან გავავალიანებთ ხო კი მაგაზე იყოს მოგვარი ახლა ვიღაცებს მარშალის გეგმა რაღაც ძალიან კარგი გონიათ ხო და სხვა შორის მარშალის გეგმა ერთ-ერთი მარკერია ჩემთვის როდესაც ადამიანი რაღაც სულ შეგუბებული ლაპარაკობს მარშალის გეგმაზე ეს იმას ნიშნავს რომ მისთვის ეკონომიკა ბუღალტერია და მეტი არაფერი მაგრამ ის რომ მარშალის გეგმით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპა იაფად იყიდა ომის მერე ახლა ჩანს მაგის შედეგები და მე მგონი რა ვიცი თუ ბრმა არ არის ადამიანი დაინახავს ამ შედეგებს და თვალნათლივ ჩანს რომ როგორ რამდენად არის დამოკიდებული ევროპის ძირი ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ხო ეს რაც შეეხება მაგ პროგნოზს მაგრამ თვითონ აი ეს სტალინის ეკონომიკა მესამე იტერაცია რა 47 წლიდან ალბათ კოსიგინ ლიბერმანის რეფორმის დაწყებამდე პერიოდს შეიძლება დავარქვათ ეს იმიტომ რომ კოსიგინ ლიბერმანის რეფორმა ეს იყო შეუქცევადობის წერტილი როცა საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ დაიწყო დაღმასვლა არა სტაგნაცია იმიტომ რომ განვითარების ის ტემპი რაც მანამდე იყო აკრეფილი შენელდა ფაქტია რომ ახლა პირველი კოსმოსში გაშვებული რაკეტა პირველი გაშვებული თანამგზავრი პირველი ატომური ელექტროსადგური და რაღაც წარმოუდგენელი მიღწევები ეს ყველაფერი გააკეთა სამობილიზაციო ეკონომიკამ ეხლა რა მნიშვნელობა აქვს რა ფენომენია ეს სამივე იტერაცია სტალინის ეკონომიკის არის განსხვავებული პერიოდებისთვის. პირველი იტერაცია 29-51 წლები. ეს არის სამობილიზაციო ეკონომიკა ნახტომისებური განვითარებისთვის. და სწორედ ამ პერიოდში ახლა რა ციტატას თქვენ მოიყვანეთ, ამ პერიოდში ესეთი ასე ვთქვათ წინაღობების ასეთ წინაღობებს როგორიც არის ხორბლის შესყიდვის პრობლემების მოუგვარებლობა მაგას ვერ მოითმენდა ეს ეკონომიკა და კოლექტივიზაციას მაგიტომ ჩატარდა
და რეალურად კოლექტივიზაცია ძალიან დიდი შედეგები რეალურად ამ პერიოდსაც ედავებიან ხო ეს ყველაზე გარდამტეხი პერიოდი და ამ პერიოდს ედავებიან ეს იყო უსასტიკესი და ეპოქის კონტექსტიდან ამოვარდნით ამოგლეჯილად არ უნდა განიხილო ეს თავარი არის ხო დაგვირდით ახლა რომელი წლები ეს არის 10 წლის დამთავრებულია პირველი მსოფლიო ომი წიწილის ფასი არ არის ადამიანის სიცოცხლე რა და მეორე ომი აშკარად ჩანს წინ რა და ეს ამ დროს ესეთ საერთოდ უამრავი შეცდომა იქნებოდა დაშვებული და მასალად კლიმატური პირობებიც დაემთხვა აი მაგ პერიოდის ახლა ყველაზე მეტად რას ედავებიან ხო ედავებიან აი ჰოლოდომორი გალადამორი ხო ან მაგ პერიოდში ამ სხვადასხვა ზუსტად აი ამ თავში არის ამაზე საუბარი რომ ზუსტად უკრაინის ყაზახეთის ჩრდილოეთ კავკასიის და ნუ მე იქითაც ამბობს რომ შეერთებულ შტატებში და ყველგან შიმშილობა ამ პერიოდში იმიტომ რომ დიდი დეპრესიის პერიოდში დაახლოებით ესეთივე მასშტაბის შიმშილობა და შიმშილის პრობლემა იყო შეერთებულ შტატებშიც და დაახლოებით 5-6 მილიონამდე იქაც იყო მსხვერპლი მაგრამ აქ ეს იყო ერთჯერადად მაშინ როდესაც მოხდა და შემდეგში ეს დრამა არ განმეორებულა მაგრამ არ უნდა დაგვაიწყდეს რომ რუსეთის იმპერიაში სადაც თელიეს ყველა ტერიტორია შედიოდა 17 წლამდე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შიმშილობის ტალღა გადაუვლიდა ხოლმე და ნუ მაშინ საერთოდ არანაირად ორგანიზებული ეკონომიკა არ იყო ხოლო აი ეს რომ შევადაროთ ახლა ეს გეგმიური ეკონომიკა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ცალსაკი სუბთასახით ერთმანეთს გეგმიური ეკონომიკა ეს არის ესეთი რაღაც მოგრუხუნე ძალიან არაკომფორტული რაკეტა რომელიც ძალიან ჩქარა მიდის ეს არის რაღაც კომფორტული ბენტლი რომელიც კარგად მიდის აუცილებლად სჭირდება მას კარგი გზატკეცილი და ასეთ ოღროჩოღრო გზაზე ვერ იმოძრავებს რა ანუ ეს სამობილიზაციო ეკონომიკა ქმნის ნახტომისებური განვითარების ეფექტს ანუ ქმნის ბაზისს იმისთვის რომ მე ზედნაშენი აშენდეს უკვე კომფორტის ელემენტებით და სხვათა შორის სტალინის ეკონომიკის მესამე იტერაცია რა უკვე განვითარების ეკონომიკა როდესაც უკვე საბაზისო ეკონომიკა ანუ ინდუსტრია უკვე განვითარებულია და სამომხმარებლო საქონლის წარმოებაზე არის აქცენტი გაკეთებული ესეთი ეს ძალიან დიდი წარმატებით მუშაობდა 50-იან წლებში საბჭოთა კავშირი იყო მაშინ ერთ-ერთი ყველაზე უფრო უზრუნველყოფილი ქვეყანა ყველა პარამეტრით რა სამომხმარებლო საგნებით მათ შორის იმ დროის კონტექსტში რომ ვთქვით რა აი ეს არის ამდენად ეხლა დღეს რომელი ეკონომიკა გავს ამას ყველაზე მეტად დღეს ამას ყველაზე მეტად გავს ჩინეთის ეკონომიკა აი ეს დიდი ეკონომიკები თუმცა 5 წლედებს სხვებიაც არ ამბობენ რომ მაგალითად თურქეთი 5 წლედებით მოქმედებს დღემდე 4 წლიანი გეგმები აქვს გერმანელებს ყველა ნებისმიერი თავმოყარი სახელმწიფოს აქვს გეგმა და გეგმის გარეშე როგორ არის იცით აი ესეთი ბაზარი დაარეგულირებს ეს მითი არის ძალიან პოპულარული მაგრამ ძალიან არასწორი და რატომ ახლა აი მაგალითად სახლის მშენებლობა თუ გინდა ჯერ გეგმა უნდა გააკეთო ამ სახლის ხო არ შეიძლება სახლის მშენებლობა რომ ჯერ მაგალითად დააშენო სამზარეულო ბიზნეს რო იწყებ პირველს რას ნებისმიერი გეგმა უნდა ქონდეს ხო ანუ მაგრამ გეგმა რომ ქონდეს ამისთვის აუცილებელია რომ ქონდეს ჯერ პირველ რიგში თქვა რა გინდა ბიზნები შემდგომ ამოცანები უნდა გადაწყვეტო და შემდგომ ღონისძიებები ეს ცოტა მოსაწყენი და თანამედროვე საშარო საქმეა იმიტომ რომ გეგმას რომ დაწერ ანუ აზრი როცა განივთებულია მე უკვე განივთებული აზრის შესწორება შეიძლება და შეიძლება ვიღაცამ გითხრას ვაი შენ დაწერილია რატო არ მიყვები იმიტომ რომ იმას რომ დაწერ მე იმას უნდა გაყვეს გეგმა მარტო გეგმისთვის არ უნდა დაიწეროს ეხლა მაგალითად ჩინეთი რატომ არის ესეთი სტალინის ეკონომიკის ვარიანტი ვერსია იმიტომ რომ ჩინეთში საბაზისო ძირითადი ბაზისური მრეწველობა მაინც არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.
ეს არ არის კერძო კონტროლის ქვეშ რაღაცა დიდი მეტალურგია მაგალითად რაღაც მომპოვებელი მრეწველობა რა სოფლის მეურნეობის დიდი კონცერნები და ასე შემდეგ. მაინც რაც არის კერძო, ისიც მაინც ცენტრალურ ხაზს ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხაზს ექვემდებარება, მაგრამ ბაზისური, რაც არის საბაზისო მრეწველობა, რაც არის, ანუ საბჭოთა კავშირში ამას ეძახოდნენ A კატეგორიის საქონელს, ანუ წარმოების საშუალებების წარმოება, ჩარხების მშენებლობა და რაღაც. ეს არის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ცალსახად. ხოლო შემდგომ უკვე iPhone-ის გაკეთება, რაღაც Android-ის გაკეთება, რაღაცის შეკერვა, რაღაც რესტორნის გახსნა და ეს უკვე კერძო ინიციატივაზეა, მეცემური. ზუსტად ასე იყო სტალინის ეკონომიკის პერიოდში, დაახლოებით მთლიანი სამრეწველო პროდუქციის 10%-ს უშვებდნენ არტელები. რაც პირდაპირ კერძო საკუთრება და კერძო ინიციატივებია. სხვა შორის პირველი ტელევიზორი საბჭოთა კავშირში 1940 წელს არტელმა გააკეთა. და ესეთი რაღაცები როგორც არის საზღვება, სარესტორნო ბიზნესი და რაღაცები, ეს ყველაფერი იყო კერძო ინიციატივებზე. მაგაც იყო მინდობილი. მაგრამ მე ნიკიტა ხრუშოვმა ყველაფრის გასახელმწიფოებრიობა დააპირა და ყველაფერი ეს ცენტრალურ მართვას დაუქვემდებარა და მე მივიღეთ ის რომ უკიდურესად არაეფექტური გახდა ეს ყველაფერი. ყველაფერს ვერ აკონტროლებ რა, რაღაცები არის რაღაცები, სადაც კერძო ინიციატივა უკეთესია სახელმწიფო პროგრამაზე. მაგალითად, რომ ავიღოთ ეგეთი რაღაცა, ნახეთ. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ახლა რასაც ვლაპარაკობთ, არის თავისუფალი ეს საბაზრო ეკონომიკა, ეს ყველაფერს ბაზარი არეგულირებს, მოთხოვნა მიწოდება და ეს ყველაფერი, ეს არის წმინდა ამბავი და ველოდებით წმინდა ინვესტიციების გარდამოსვლას და ასე შემდეგ რა. და მეორე სახელმწიფო გეგმიური ეკონომიკა ვაკეთებთ ამას მივდივართ ამ გზით. ხო? ამათ თუ ერთმანეთს დაუპირისპირებ ახლა მაგალითად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი გადასარევად მოქმედებდა შეიძლება ორი სახინკლის დონეზე ან მაგალითად ორი ფეხსაცმლის ქარხანა ავიღოთ. ორი ფირმა ფეხსაცმელებს უშვებს ორივე. ხო? და ორივეს ოცნება არის რომ იყოს მონოპოლისტი. ეს ყველა ბიზნესმენის ოცნება არის, არან მოგატყუებთ, ყველანაირად თუ გითხართ ისოდით გატყუებენ. და ორივეს უნდა იყოს მონოპოლისტი. და უნდა იყოს მარტო თვითონ ყიდიდეს ფეხსაცმელს, მაგრამ ფეხსაცმელს სჭირდება ტყავი, სჭირდება კაუჩუკი, სჭირდება ზაფი, სჭირდება რაღაცები სჭირდება, ხო, მატერიალური შემოქმედება, ხო? მაგრამ ეს რესურსები არის ამოწურვადი, ხო ასეა? თუ ყველა გაიწყეს ფეხსაცმლის გამოშვებას და ერთმანეთის კონკურენტი იქნება, ეს რესურსები აღარ ეყოფა უბრალოდ ამას, ხო? ანუ ორი რაღაცა პატარა ერთეულის დონეზე ეს კონკურენციამ შეიძლება უზრუნველყოს ის, რომ მომხმარებელმა მიიღოს უკეთესი პროდუქცია. მაგრამ რატომ გამოვრიცხავთ იმას, რომ უბრალოდ ერთმა უფრო კარგად მოატყუოს მომხმარებელი, ვიდრე მეორემ და უფრო დაბალი ხარისხის პროდუქცია შეასაღოს და ნებისმიერ რამეს. ეს ამაზე მინდოდა ზუსტად, ან ჩვენთან ახლა რატომღაც ისე გაპრიმიტიულდა ესეც საკითხებზე დავა და ამ დავაში არ შევდივარ ხოლმე, შეიძლება ცოტა პატარაობაში შეხვიდე იმ დავაში, რომ აი თითქოს ფართო ეკონომიკური ცნებების ახსნა რომ უნდათ მაგალითად თონის მაგალითით, ხო? თონიდან რო გიხსნის იმას, რომ რატო უნდა იყოს მაგალითად ოქროს კარიერი კერძო რომელიმე ქვეყანაში, ხო? ანუ სადაც ოქრო მოიპოვება და სადაც პურსაც ხოვენ, ეს ხო ამის გათანაბრება რო ხდება ხოლმე, თითქოს რაღაც დავაზე და ეს ერთი საკითხი არის ზუსტად რა შეიძლება იყოს აი თქვენი გადმოსახედიდან, რა შეიძლება იყოს, რა არ შეიძლება იყოს, კი რაღაც დაახლოებით ავხსენეთ, ხო, ეს კატეგორია მაგალითად რაც არის. და აი მეორე რაც მე მგონი გამოგრჩა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. ერთი არის მიზნები გეგმას როცა წერ, რა მიზნები გაქვს,
საბოლოო მიზანი რა გაქვს, მაგრამ ასევე მთავარი არის ვის ემსახურება, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ მიზნებში ეს უნდა იყოს, ეს არის მიზნები. ჩვენ ვსაუბრობთ რევოლუციურ საბჭოთა კავშირზე, ასევე რევოლუციურ ჩინეთზე ასევე, ხო? რომელსაც კომუნისტური პარტია უდგას სათავეში და ის ემსახურება მშრომელი მასების დიქტატურას დანარჩენ საზოგადოებაზე. იდეა ეს არის. იდეა ეგ არის და მოდი აბა ისიც თქვა, რამდენად კარგად ახორციელებს. ჩინეთის ეკონომიკა 1979 წლიდან დენ სიაოპინის რეფორმების დაწყებიდან იყო ექსპორტზე ორიენტირებული. ჩინეთის ეკონომიკის ჩინეთში ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი იყო იაფი მუშახელი. ორი რამე, არა მხოლოდ იაფი და ეკოლოგიური ეგ ეკოლოგიური ეგ პაბოშნი ორი მთავარი რამე იყო. ერთი იაფი მუშახელი და მეორე გარკვეული მდგომარეობა. ცხადი სტაბილური მდგომარეობა. ეხლა ის დიქტატურა სიტყვის თავისუფლებას მოდი ამ ზღაპრებზე მე არ გვინდა ლაპარაკი, გარკვეული მდგომარეობა იყო. იქ როდესაც მოაწერდი ხელს საინვესტიციო გეგმას სახელმწიფოსთან თუ პროვინციის ხელმძღვანელობასთან, იქ გარკვეულიო და ცხადი იყო ყველაფერი. გარანტია ჰქონდა, რომ აქ 3 წელიწადში რევოლუცია არ მოხდება, ისე მთელი ამბავი. ესეთ ხომ, შემდეგ ეს როდესაც დაიწყო ჩინეთმა ამის განვითარება, ბევრი ინდუსტრიის განვითარება და ინდუსტრია წარმოუდგენელი ტემპით განვითარდა ჩინეთში. შემდგომ რაღაც ნულოვანი წლების დასაწყისში არა, უფრო ბოლოს. ეს განვითარების ვექტორი, რომელიც ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულია ჩინეთის ეკონომიკა, მაგრამ შეაბრუნა შიგნით. და ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით ჩინეთში დაახლოებით 700 მილიონი კაცი ამოვიდა ჩინეთიდან. სიღარიბით. და მე მგონი 30-40 წლისთვის აპირებენ სრულად დაძლევას და ანონსებულია. ხო, მაგრამ მე მაინც ახლა ჩინელ ამხანაგებსაც ვურჩევ და აქ ჩვენ ამხანაგებსაც. სიღარიბის დაძლევა არ შეიძლება იყოს გეგმა და ორიენტირი რა. და რატო? იმიტომ რომ როდესაც შენ ლაპარაკობ სიღარიბის დაძლევაზე, მე როგორც სტატისტიკოსი ვიწრო სპეციალიზაციით, ძირითადად სიღარიბის დიაგნოსტიკა ანალიზით ვიყავი დაკავებული კაიხანს. ანუ პროფესიონალი ღარიბი ვარ. ხო და როდესაც შენი ორიენტირი არის სიღარიბის დაძლევა, ათვლის წერტილი გაქვს ქვევით, რომელიც აუცილებლად ქვევით გეკაჩება. ყველა ვარიანტი ეს მგონი რამე ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელია. მაგის ბაკითხვაზე, მაგ დილემაზეა პასუხი რა. შენ თუ ამბობ ნახევრად ცარიელია ჭიქა და ამაზე შენ ყოველთვის ნახავ მიზეზს და ყოველთვის ნახავს რაღაც სიღარიბეს, ნუ ახლა ჩინეთში არა ლაპარაკი ამ ხალა გიგანტურ სივრცეში კი არა. ნუ საქართველოს ერთი რომელიმე რაიონის რომ ავიღო, იქ აუცილებლად ნახავ რაღაცას ძალიან ცუდს. აუ თუ კარგად მოძებნი. და შენ თუ ამ ცუდზე გექნება მხოლოდ ფოკუსი, აუცილებლად გაიქნება ცუდ ამას ქცევის პროექტირებას ეძახიან რა, სხვანაირად კიდე. და როდესაც შენ სულ მუდმივად ლაპარაკობ სიღარიბეზე, აუცილებლად იქნები სიღარიბეში. ეს გარანტირებული. აი მაგალითად ეხლა ჩვენ გვაქვს ამის მაგალითი და რაღაც შორს ავიდეთ კაცო. მისამართული სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც საქართველოში შეიქმნა 2005-6 წლებში, თავისი შინაარსით ეს სისტემა ძალიან კარგი და ძალიან კარგი ფორმულა არის რა, ძალიან კომპლექსური ფორმულა არის, დამიზნების სიზუსტე არის რაღაც 95%. ანუ რას ნიშნავს ეს? ამ ფორმულამ უნდა შეარჩიოს ესეთი ტიპი, რომელიც უღარიბეს 15%-ში მოხდება რა. და შემდგომ როცა სიმულაციური ანალიზი გაკეთდა, ამ ფორმულამ რაც შეარჩია, შერჩეულთაგან 95% მართლა იმ 5 უღარიბეს 15%-ში იყო რა. და ნუ რაღაც პატარა აცდენები არის, მაგრამ დააკვირდით ამ აცდენებზეა ძირითადად ლაპარაკი. ყველგან. მაგრამ პრობლემა რა არის ახლა აქ? დახმარებების რაოდენობა არის სასრული. ისევე როგორც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე წეღარ ვლაპარაკობთ, რესურსების რაოდენობა არის სასრული. ხოლო ამ დახმარებაზე პრეტენდენტების რაოდენობა არის დაახლოებით შეიძლება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ მეტი. ანუ ეს ამდენი ოჯახი ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი უფრო ღარიბი აღმოჩნდება. ანუ მენტალურად წაზრულია ეს სიღარიბისკენ.
ეხლა რამდენადაც ვიცი ბოლო მონაცემები არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი არის ამ სოციალური დახმარების. ეს უნდა მეკითხა ზუსტად ანუ რა პრობლემას აი ამ პრობლემას როგორ აღწერთ თქვენ ამ შემთხვევაში როგორც ამ საქმის აი პროფესიონალი ხო? ყოველ 3 თვეში ერთხელ კვარტალურად გვეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად მიდის, აი ეს ზრდა გვაქვს ყველაფერი, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ გვეზრდება სოციალური დახმარების მომთხოვნი საზოგადოებაში ანუ ეს იმას ნიშნავს ეს არაფერი ასთენა არ არის სანდროს. რეალურად ყველაფერი ეკონომიკის და რეალურად სახეზეა. რეალურად სახეზე არის ის რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება. მე მაგალითად ახლა დავწერე ჯერ არ გამომექვეყნებია. მაგრამ ალბათ მალე გამოვაქვეყნებ საშუალო ფენა საქართველოში ესეთ რა. კლასი, არა კლასი, არამედ ფენა. 2018 წელს ქონა მე ვერამ კალკულიამ დავწერეთ რონდელის ფონდისში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ესეთი საშუალო კლასი საქართველოში გამოვიყენეთ 21 კრიტერიუმი. ავიღე ახლა bez ზუსტად იგივე მიდგომა 31 კრიტერიუმი გამოვიყენე და დავთვალე საშუალო ფენა საქართველოში 2009-2023 წლების დინამიკა. სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია შინამეურნეობების გამოკვლევის ბაზები და აი ამ მონაცემთა ბაზების საფუძველზე დავთვალე ეს ყველაფერი. და აღმოჩნდა რომ შედეგი არის არაჩვეულებრივი ტენდენციაა რა. 2009 წელს იყო საშუალო ფენა 51 კრიტერიუმის ქვედა, შუა და ზედა საშუალო ფენა 13% და ეხლა არის 56%. ანუ 4.2 ჯერ არის გაზრდილი საშუალო ფენა. ზრდა არის განსაკუთრებით სერიოზული სოფლებში. ამ 31 კრიტერიუმში რაც მე გამოვიყენე, არ შედის არა მხოლოდ შემოსავლები და მოხმარება, არამედ იქ შედის საცხოვრებელი ფართი ოთახების რაოდენობა, ხანგრძლივი მოხმარების ნივთების ფლობა, ტელევიზორი, მაცივარი, ტელეფონი და ამავდროულად. ასევე შედის ბაზისურ კომუნალურ ინფრასტრუქტურებზე მისაზღვრობა, როგორიცაა წყალმომარაგება, ცხელწყალმომარაგება, გათბობა და ამავდროულად. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური სიღარიბე. ანუ განწყობები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მენტალური სიღარიბესთან შედარებით აი მენტალური სიღარიბე, ანუ განწყობების მიხედვით სუბიექტური სიღარიბე. ტიპს ვეკითხები, რამდენი არის მინიმუმის თანხა, რომელიც შენ ჭირდება მინიმალურად რომ კარგად იყო და შემდგომ ამ ადამიანის რეალურ მოხმარებასაც ვთვლი იმავე გამოკვლევის მონაცემებიდან. და ვადარებ და აღმოჩნდა რომ მოსახლეობის მიერ დასახელებულ სუბიექტურ ზღვართან, თავის მიერ დასახელებულ სიღარიბის სუბიექტურ ზღვართან შედარებით, ნაკლები შემოსავალი აქვს 80%-ს. ანუ თვითონ რასაც ასახელებს მინიმალურად რა. ანუ ეს მენტალურად მაინც სიღარიბისკენ წაზრული ტიპია. შემდგომ როგორ შეაფასებდი შენი ოჯახის შემდგომარეობას, მდიდარი შეძლებული საშუალო შეძლების ღარიბი ყატაკი. და როგორ შეაფასებდი შემდგომარეობას შემოსავლების მიხედვით. ეს ანუ განწყობები როგორი აქვს. ეხლა განწყობები როგორია, ეს ოდნავი გაუმჯობესების ტრენდია, მაგრამ მენტალური სიღარიბეს მთლიანობაში ჯამში 4.5 ჯერ უფრო ნელა მცირდება საცხოვრისის სიღარიბესთან შედარებით, ანუ სისტემურ სიღარიბესთან შედარებით, ბოდიში სისტემურ სტრუქტურულ სიღარიბესთან შედარებით, ანუ ინფრასტრუქტურაზე მისაზღვრებასთან შედარებით. საშემოსავლოთა სიღარიბესთან შედარებით რაღაც 10 ჯერ თუ უფრო ნელა მცირდება, ანუ ყველაზე ნელა მენტალური სიღარიბე მცირდება. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის და შეიძლება კეთილდღეობის ზრდის მიუხედავად, მაინც დიდი არის დატვირთვა სოციალურ მისამართულ სოციალურ დახმარებაზე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი თავს ღარიბად აღიქვავს, იმას რაც არ უნდა კონდეს, რაც არ უნდა დახმარება მისცე, ის მაინც თავს ღარიბად აღიქვავს. და ყოველთვის თვლის რომ რაღაც დახმარება ჭირდება. რა მაინტერესებს, ანუ რის ხარჯზე ხდება, აი თქვენ ჩვენ ახლა ვთქვით და ეს რა თქმა უნდა, ხა მეცნიერული მიდგომით თქვენ ეს ყველაფერი დათვალეთ, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვეუბნება საზოგადოების ჩვენი სტრუქტურა გვეუბნება, რომ ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ, ძირითადად ვარ ჩამოკიდებული ვაჭრობაზე, სპეკულაციურ კაპიტალზე, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის მუდმივად გააძვირებს ყოველთვის ყველაფერს. ხო, ანუ არანაირი შემაკავებელი ჩვენ ასე ვთქვათ სტაგნაციის ამ შემთხვევაში ბერკეტი არ გაგვაჩნია.
ანუ რა არის იმის ასე ვთქვათ ფაქტორი, პირველი კატალიზატორი, რომ აი ჩვენ რეალურად კეთილდღეობა ჩვენში იზრდება საზოგადოებაში. ანუ რითი ვთვლით ამას? მოკლედ ეს კრიტერიუმები მე რაც გითხარით, ეს არის ყველაფერი ობიექტური გარემოებები. ტენდენციები არის ძალიან კარგი. მაგრამ არსებული მდგომარეობა, მიღწეული შედეგები არის ძალიან მყიფე. რატომ არის მყიფე? ჩვენ დავიწყეთ სტალინის ეკონომიკაზე საუბარი. სტალინის ეკონომიკის ძირითადი აქცენტი არის რაზე? მრეწველობის განვითარება შიგნითკენ, ქვეყნის შიგნით. დღეს ჩვენ თუ შევხედავთ, თუ შეხვალთ ეროვნული ბანკის საიტზე, იქ საგადამხდელო ბალანსი ნახავთ არის ქრონიკულად უარყოფითი. ეხლა ბოლოს რას ნახე, მონაცემები არის 2000 წლიდან. 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ჯამური უარყოფითი სალდო საგადამხდელო ბალანსის არის -30.7 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს არის სავაჭრო დეფიციტები. არა, სავაჭრო დეფიციტი. ეს არის საგადამხდელო ბალანსი ცოტა უფრო დიდი ფართოცნება, სავაჭრო დეფიციტი ერთია. ეს ამასაც მოიცავს და კიდევ ბევრ ამას მოიცავს. მოკლედ, ესე იგი, ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულება, რამდენი შემოედინება, რამდენი გაედინება. და აღმოჩნდა, რომ 30.7 მილიარდი აშშ დოლარი გაედინა ჩვენი ქვეყნიდან, ანუ ამას ვაშინგტონის კონსენსუსის ხარკს ვეძახი მე ამას. რეალურად ეგ არის. ამისი შემაკავებელი ფაქტორი, ყველაზე კარგი შემაკავებელი ფაქტორი არის სწორედ დამამუშავებელი მრეწველობის განვითარება, კლასიფიკატორი NEIS-ის სექცია დესექცია მე მგონი. აი რა მაინტერესებს თუ სწორად გავიგე, აი მე ესე რო ავხსნა, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რაზე ამ შემთხვევაში აი სიტყვაზე მე გავხსენი სასტუმრო და ჩემს სასტუმროში ჩამოდიან ტურისტები და მე რაღაც თანხა მრჩევა, მაგრამ პარალელურად ამ სასტუმროში ბლოკით შემოტანილი მაქვს, ვანაც, თუნდაც ხე საბაზანაც იტალიური მაქვს, ყველაფერი შემოტანილი მაქვს და რეალურად ტურისტები გადის თურქულ პომიდორს, ესპანურ მანდარინს და ასე შემდეგ. ამით ჩემ ხარს უჭერ თურქეთში პომიდორის წარმოებას ესპანეთში. ანუ უფრო მეტი ჩემგან მაინც გადის და თან მეუბნება, ხაღალდი მეუბნება, რომ საქართველოში ბიზნესი ყვავის. არა, საქართველოში ბიზნესი რეალურად ყვავის, მაგრამ რომელი ეკონომიკა ყვავის? ეხლა მე გავაკეთე ეგეთი რეგრესიული ანალიზი. შევადარე ერთმანეთს დამამუშავებელი მრეწველობის წილი ქლიანში და პროდუქტში. და რეალური ეკონომიკის მეორე იპოსტასი არის კიდე სოფლის მეურნეობა. დამამუშავებელი მრეწველობის წილი ქლიანში და პროდუქტში და საგადამხდელო ბალანსი. აღმოჩნდა, რომ 1%-ით დამამუშავებელი ეკონომიკის წილის, დამამუშავებელი მრეწველობის წილის და 300 მილიონი დოლარით აუმჯობესებს ბალანსს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თუ აქ ამ შემაკავებელ კაშხალებს გააკეთებ, ანუ დამამუშავებელ მრეწველობას განავითარებ. თან ჩვენ დიდზე არაფერზე არ ვსაუბრობთ, ეხლა ვსაუბრობთ აი სოფელში რაღაც წვენის და კონსერვის ფაბრიკას და ისეთ მასშტაბებზე, როგორც არის 31 ქარხანა, რაღაც ელმომშენებელი ქარხანა, ახლა რაღაც კორპუსების შენებას აპირებენ რაღაც შეშინებას. ხო, ეგ არ ვიცი, ხო, მაგრამ აი მე ვაი ჩვეულებრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დონეზე მაინც. თუმცა აი თუ კიდევ რაღაც გიგანტურ საზარმოსაც გააკეთებ და ამის საშუალება იქნება რაღაც დიდი ახლა როგორც ანაკლი სპორტია და რაღაც ეგეთი ეგ ხო გასაგებია. ეგ არ არის ის ინვესტიცია, რომელიც შექმნილ დამატებულ ღირებულებას შენ ქვეყანაში დააგუბებს. პროდუქტს არ ქმნის, გამტარი ხარ მაინც. ხო. და ამიტომ გამომშვებელი მრეწველობა უნდა განავითარო და ამიტომ არის სწორედ ეგ არის. მაგის წამალი და მაგის გასაღები არის სწორედ აი ეს სტალინის ეკონომიკა. აი ეს რა მაინტერესებს ხა, ანუ მინდა რომ თან გადავიდეთ, ჩვენ ძალიან კარგად ვახსენეთ სტალინისა და ეს გარდამავალი ფაზა სტალინის სიკვდილის შემდეგ და უკვე აი ხრუშჩოვის ასე ვთქვათ, ხუშოვმა რო ფრთები გაშალა და აი ამ ფაქტორებზე მინდოდა საუბარი, მაგრამ თან სანამ ამაზე გადავალთ, მინდა რომ ესეთი ნახანთინო საუბრობა მოიყვანა. თქვენი გადმოსახედიდან ახლა რა არის ყველაზე რაციონალური და უმტკივნეული ნაბიჯები, რომ აი ახლა თქვით ეს გადამამუშავებელი ეკონომიკას, ანუ ქარხნების და ასე შესაქმნელთან, რომ
მე რატომღაც ძალიან ვიხრები ხოლმე და არ ვიცი შეიძლება ჩემი დილეტანტური პოზიცია ეს რომ ჩემი აზრით კოოპერატიული წარმოება იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი მეთოდი. არაფერი ამაში დილეტანტური არ არის. ერთ-ერთი სოფლის მეურნეობის განვითარებაში მას მერე რაც შევარდნაძემ ჩაედინა უპატიებელი საქციელი, როდესაც გამსხვილებული მიწათმფლობელობა დაშალა და დღეს საქართველოს შინამეურნეობების სოფლად ცხოვრების შინამეურნეობების აბსოლუტური უმრავლესობა საშუალოდ 0.8 ჰექტარზე, რომელიც 2.15 ნაკვეთათაა საშუალოდ ფრაგმენტირებული. მუშაობს, არის თვითდასაქმებული, სასოფლო თვითდასაქმების წელი სოფლად არის რაღაც 38%, იყო 80%, გაგითხრათ. და ეს გლეხი აი ამ თავის აწოდა მიწის ნაკვეთზე, სადაც არავითარი შეღავათი არ საიდან არა აქვს. თავისი ტაბელური თოხით შეიარაღებული, მაგალითად მოყავს პამიდორი და უდგას წინ 80 მილიონიან თურქეთის რესპუბლიკაში პამიდორის წარმოებელს, რომელსაც უკან უდგას ამხელა თურქეთი თავისი მთელი სუბსიდიებით და ყველაფრით და როგორც კი პამიდორით დატვირთული ტრაილერი სარფის საზღვარს მოადგება და როგორც კი გადმოკვეთავს, პამიდორის წარმოებელს გადახდელი დեղეგი უბრუნდება უკან დაუყოვნებლი. იმიტომ რომ ეს ექსპორტზე გამოვიდა. ექსპორტზე დեղეგი მოხსნელია, ხო? და შენ აქ ეს ტაბელური თოხით გადაიქი ახლა და აუდექი ამხელა ზალას წინ, ვერ დაუდგე. მაგრამ კოოპერაცია და ეს სოფლის მეურნეობის განვითარება კოოპერაციის გზით ალბათ არის ერთადერთი ყველაზე უფრო უმტკივნეულო გზა, მაგრამ ამას ძალიან ბევრი პროგრამა იყო. აი ეგ მაინტერესებს. მაგრამ არც ერთმანეთს ეფექტი არ აქვს. სახელმწიფოს რა როლი უნდა მე როგორც ვიცი, მოკლედ ეს საქმე არ უნდა ჩააბარო იურისტებს რა. და ოფისის პლანქტონმა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, აი ცოცხალი ძროხა რო თვალით არ უნახავს ტიპმა, იმას სოფლის მეურნეობასია გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ეს სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ ახლა. ამისთვის საჭირო არის, რომ იყოს სისტემა ძალიან გამჭვირვალე და ყოველთვის ამას ვამბობ მონიტორინგისა და შეფასების მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ნათლად გამჭვირვალე ჩამოყალიბებული ინდიკატორთა ბაზა. და ასევე გარანტირებული ჯაჭვი ალბათ, ხო? იმისთვის ზუსტად იცოდე აკროპანელი პომიდორი სად მიდის. რა თქმა უნდა, ამას ქვია value chain-ს ეძახიან, ღირებულებათა ჯაჭვი. და ესეთი აგროსამრეწველო კლასტერების გაკეთება შეიძლება საქართველოში. სულ თავისუფლად მე დათვლილი მაქვს დაახლოებით აი ამ საქართველოს მასშტაბით, აი ამ გზით შესაძლებელი არის დაახლოებით 12 მილიარდამდე დამატებითი მთლიანი შიდა პროდუქტის გენერირება. $100 დოლარი. 12 მილიარდი, ნუ ეს 2015 წლის ფასებში მაგდათვლი. მაშინ ადრე. ესეთი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამისთვის საჭირო არის კიდევ მეორე. არავითარ შემთხვევაში ახლა მაგალითად სოფლის მეურნეობის პროექტებს რო ახორციელებენ, სასოფლო კრედიტები გაიცემა ჩვეულებრივ იქ რისკებს და სხვა რამებს აფასებენ ჩვეულებრივ როგორც ყველა სხვას ისე საერთო სქემით და ეს არანაირად არ შეიძლება სოფლის მეურნეობა განსაკუთრებული აქვს თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა და თუ სახელმწიფო ასეთ პროგრამას დაიწყებს და ეს ამას ჩააბარებს ბანკებს, ჩვენ გვეყოლება რამდენიმე ბედნიერი ბანკი, მაგრამ არ გვეყოლება არც ერთი ბედნიერი მეწარმე. ანუ სახელმწიფო ბანკის იდეამდე მივდივართ? კი, სახელმწიფო აი როგორც მაგალითად რაიფაიზენი გააკეთა, მე მგონი რაიფაიზენი იყო ზუსტად არ მახსოვს, რაც ეგრე მახსოვს, ავსტრიამ სოფლის მეურნეობის ბანკი. რაიფაიზენი იყო ზუსტად. არა მხოლოდ ამერიკასა, მე მგონი კანზასს აქვს კოოპერატიული ბანკი. არ გააკეთო საერთოდ, უბრალოდ ფონდი გააკეთა. კოოპერატიული ფონდი. ხო, რაღაც ესეთი რა. ბასკებს აქვს მონდრაგონი როგორც მახსოვს და ნუ ბევრ ქვეყანაში ძალიან გამოცხადდა. ეს შეეხება სოფლის მეურნეობას. სოფლის მეურნეობა მარტო პროდუქციის მოყვანა და მოსავლის მიღება არა, მე მისი გადამუშავება, წარმოება, მიწოდება და ასე მთელი ჯაჭვი უნდა იყოს დაგეგმილი ერთიანად ცენტრალიზებულად ერთიანი სქემით. ერთიან ვექტორზე. ასევე იგივე დამამუშავებელი მრეწველობის განვითარება არის რაღაც სადღაც რაღაც რესურსები სხვადასხვანაირი
და სამეწარმეო ინიციატივები უნდა მოდიოდეს ადგილებიდან. ამისთვის საჭირო არის მუშაობა მოსახლეობასთან, რომ ადგილებიდან წარმოვიდეს. ეხლა მე მაგალითად ინიციატივები რომ ადგილებიდან წარმოვიდეს, ეხლა მაგალითად როცა საშუალო ფენის მაჩვენებლები დავთვალე, სოფელში არის რაღაც ფანტასტიკური ზდა, საშუალო ფენის. ყვედრითი წონის. სოფლებში, მთლიან შემოსავლებში, სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების, ანუ საკუთარი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, პლუს არაფულადი მოხმარება, ანუ საკუთარი წარმოების პროდუქციის მოხმარება. აი ეს შემოსავლების წილი მცირდება, კლებადია. ეს ბუნებრივიცაა რა, 90-იან წლებში, მაგალითად 97-98 წლებში სოფლებში 50-ის თითქმის 60% იყო ეს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები. და ის გარემოება, რომ 90-იან წლებში ჩვენ შიმშილის სიკვდილის შემთხვევები არ ქონია და კახექსიამდე მისული შიმშილობა არ ყოფილა საქართველოში. განაპირობა სწორედ იმან, რომ მოსახლეობას არ ქონდა კავშირი ბოლომდე გაწყვეტილი მიწასთან. და სწორედ ამ სასოფლო თვითდასაქმებამ უზრუნველყო ის, რომ კვების პროდუქტებით იყო უზრუნველყოფილი მეტნაკლებად მოსახლეობა. რა, ახლა საუკეთესო შეიძლება არა, მაგრამ აი ის რომ შიმშილობა არ იყო. მაგრამ ის გარემოება ახლა ის რომ მაშინ სახელმწიფო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებდა თავის თავზე, ახლა თქვენ არ ვიცი რამდენი წელს ბრძანდებით გავლენად გახსოვთ ეს, მაგრამ მე მახსოვს რომ მაშინ სახელმწიფო საერთოდ არაფრის პასუხისმგებლობას არ იღებდა თავის თავზე 90-იანებში, ხო? და მაგრამ მაშინ რომ ესეთი რაღაც არ მოხდა, განაპირობა იმან რომ მოსახლეობას ბოლომდე კავშირი არ ქონდა მიწასთან გაწყვეტილი, მაგრამ აი ამ ტიპის დასაქმების და აი ამ ტიპის ეკონომიკის ერთ მაქსიმუმი არის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა. სტაბილურობას განვითარება მოაქვს თავისთავად რა, განვითარება ცხოვრების სტანდარტის ამაღლება მოაქვს თავისთავად. ხოლო ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტს უკვე მხოლოდ ამ დასაქმებით, უხეშად ვთქვათ, ვერ დააფინანსებ რა. და ამიტომ ჩნდება უფრო მაღალ შემოსავლიანი სამუშაო ადგილების ზემნის აუცილებლობა. მაგრამ დღეს რომ ჩვენ ახლა ყველაფერი ეს გავაუქმოთ და ვთქვათ, რომ აი სოფელში დავუშვათ, გავაჩეროთ სოფლის მეურნეობა, ეს ხალხი ეს 40% მთლიანი დასაქმების სოფლად, სასოფლო დასაქმების, საწავა ეს ხალხი. ეს გაზრდის აუცილებლად შიდა ურბანულ მიგრაციას. ან წამოვლენ ქალაქში, ან წავლენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. და მიგრაციული განწყობები რამდენად ძლიერია და რამდენად ახლა იმდენ ძლიერი მგონი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ძლიერი არის 30 წელს განმავლობაში. არა, მიდრეკილება ძალიან მაღალია დღემდე, ხშირად. დღესაც მაღალია ძალიან. ახლა ჩვენ და ბალტიისპირელები ვართ ჩემპიონები მოსახლეობის გადინებაში. ხო, ეს ხო ფაქტია და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამას. ამიტომ იქ ადგილზევე უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილი. ადგილზევე უნდა შეიქმნას პირობები, რომ ადამიანი დარჩეს იქვე. და კიდევ ერთი ისევ აი ამ თემასთან ახლოს არის ძალიან კავშირში და მე მგონი პირდაპირ ლოგიკურად ებმება. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ შემთხვევაში, ჩემი აზრი ამ არის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, თუნდაც ევროკავშირთან, თუნდაც სხვა ეს არის ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ჩვენაირმა ქვეყანამ დაუშვეს ირანთან, ხო? ეგ რაღაც ირანული პროდუქტი შემოგვაქვს. მით უმეტეს სოფლის მეურნეობისთვის. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს შემდეგ ქვეყნებთან და კონგლომერატებთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ეს ხუთია სულ. ირანთან არ გვაქვს თავისუფალი. შეიძლება ხა თურქეთთან, მაგრამ მაგალითად დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რომ არ ქონდეს, ჩვენ მაგალითად ძალიან გაგვიჭირდებოდა ევროპაში. ანუ რა თქმა უნდა, მას ხა თურქეთმა ჩვენთან დადო შერჩევითად, ხო? არ დადებდა მისი ინტერესები რომ ამას არ კარნახოს, ხო? ანუ ჩვენთვის ახლა ტრადიციული ბაზარია ეს ქვეყნები. რეალურად იცნობენ ქართულ პროდუქტს, მანდარინი იქნება თუ ღვინო იქნება თუ რა და ჩვენთვის ეს მისაღები გადაწყვეტილება იყო. ხო, აი თურქეთთან მაგალითად ვიგებთ თუ ვაგებთ, აი ამის დათვლა როგორ შეიძლება? ამის დათვლა შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება სარკისებური შედარების იმპორტ-ექსპორტის და იმპორტის და ექსპორტის ნომენკლატურის შედარება რა. ახლა მე ეგ არ გამიკეთებია, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, მაგრამ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი რომ არის მთელი ეს ათწლეულები, ფაქტია. მაგრამ ახლა იცით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული
და შენ აქ ემბრიონალურ მდგომარეობაში გაქვს დამამუშავებელი მრეწველობა შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ მეორე მხრივ ეს შეიძლება უფრო მეტი სტიმული იყოს თუ შენ რეალურად გინდა შენთან დამამუშავებელი მრეწველობის განვითარება. ის რომ მაგალითად ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ერთი იაფიჩინური პროდუქცია რომ შემოდის და წალეკავს და იმას შენ აქ ვერაფერს ვერ აწარმოებ, ისეც რომ კონკურენცია გაუწიო, გასაგებია. მაგრამ მეორე მხრივ შენ შეგიძლია ჩინეთიდან იგივე A კატეგორიის პროდუქცია, ჩარხები და სხვა რაღაცების აწარმოები შემოიტანო და აწყო ამუშაო შენთან. ეს ძალიან რთულია, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია. ჩვენ ალბათ ამაზე ძალიან ბევრია საფიქრალი, ხა მე რო გითხრა რომ ზაპასუხი მაქვს, მეთქე არ ვიქნები მართალი. მაგრამ როგორც ხედავთ, ეხლა იგივე თავისუფალი იგივე სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპების დემონსტრაციული ჩაწიხვლა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ხა ეს მთელი სატარიფო ომები, ეს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპების სრული იგნორირებაა. მაგრამ რატომღაც მაინდამაინც დიდი პროტესტები ამსმენია ასეთი სხვა ორგანიზაციებიდან. არც აქციები საელჩოსთან. არც აქციები საელჩოსთან და ასე შემდეგ და იმიტომ რომ ტრამპი ამბობს ამას რომ მე ამას ვაკეთებ და ამბობს რატომაც აკეთებს. ახლა შეიძლება ცინიკურია, არ არის ცინიკური, მაგრამ ეს ასეა ფაქტი. ბატონო და მოდით მაშინ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელიც ძალიან მინდოდა რომ გვესაუბროთ, მეტყვი თქვენი აზრი არის ძალიან საინტერესო. ანუ ჩვენი გადმოსახედი, ახლა ჩემი გადმოსახედით რო ვილაპარაკოთ, ხო? რა თქმა უნდა, ომი ზოგადად ძალიან აჩქარებს მეცნიერებას ყველა დარგში, ხო და ну 41-დან 45-მდე რამდენ რამეში მოხდა გარღვევა ზოგადად როგორც საბჭოთა კავშირში, ისევე ნაცისტურ გერმანიაში, შეერთებულ შტატებში და მერე შეერთებულ შტატებმა ნაცისტური გერმანიის ეს მთელი ცოდნაც ასევე და სხვათა შორის იაპონიისაც, რაც მათ ექსპერიმენტები ატარეს ჩინელებზე. ხო, ანუ ძალიან დიდი გარღვევები მოხდა. ხო და ანუ ერთი არის რომ აი ამ ომამდე პერიოდი და ომის შემდეგ პერიოდის შემდეგ სრულიად შეიცვალა გეგმიური ეკონომიკის მიზნები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპონენტი შემოდის, ხო? ძალიან გართულდა ერთი, მაგრამ ამასთან ერთად რაღაცნაირად თავი გაართვა მაშინ სესხის გარეშე, ყველაფრის გარეშე საბჭოთა კავშირმა. როგორღაც მოახერხა, ანუ არც ერთი რთული არ შეიძლება ძალიან რთული იყო, მაგრამ გააკეთა, ხო? ანუ მზად იყო ამისთვის. აი რეალურად რა ცვალება, რა ცვლილებები შემოდის, რა კომპონენტები, რა იცვლება, რა დეტალები იცვლება ეკონომიკაში, რომელიც აი როგორც თქვენ ახსენეთ, იწყებს სტაგნაციას ეკონომიკაში. ანუ რა არის გეგმიური ეკონომიკის ის პატარა კომპონენტები, რომელიც ისე შეიცვალა, რომ საზოგადოებამ თითქოს ვერც გაიგო, რომ რაღაცა შეიცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიყვანა გრევამდე ქვეყანა. დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკას როცა ქვეყანა და საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუ არ ვსწრები ლეონტიევის დასკვნა იყო 87-ში. რომ თქვენ არ გაქვთ არც ერთი სისტემური პრობლემა, არის რამდენიმე სტრუქტურული პრობლემა, რომელიც მოგვარებადია. მაგრამ მოდი ამას თავი დავანებოთ. კოსიგინ-ლიბერმანის რეფორმის დაწყების კოსიგინ-ლიბერმანის რეფორმის შინაარსი რაც იყო, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამის იყო წარმოების მატერიალური მოცულობითი მაჩვენებლებიდან ფინანსურ მაჩვენებლებზე გადასვლა. და ანუ სწორად ასე დაიწყეს მოგების დათვლა. ხო. თუ იწყებ მოგების დათვლას, ესე იგი მოგება წაგების გარეშე ვიღაცა აგებს. ხო, რა თქმა უნდა და მაშინ 21 ყრილობაზე იყო მგონი შრომელთა მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, ახლა მიზანი და არა რაღაც შორს ჰორიზონტზე ყოფი რაღაც მიზნები, რაღაც კონკრეტული ძალიან დამიწებული მიზნები. და ამას მე ამან პრინციპში შეანელა განვითარების ტემპი. ძალიან შეანელა განვითარების ტემპი ამან ყველაფერმა. ვინაიდან აი 50-იან წლებში ინოვაციების და გამოგონებების სტიმულირება ხდებოდა რომ აი ამოცანა იყო წარმოება პროდუქციის თვითღირებულების შემცირება და აი ამ თვითღირებულების შემცირებიდან პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე უკვე
პრემიერება და წახალისება იმათი, ვინც ამას აკეთებდა. ანუ ყველა საზარმო კოლექტივი თავის რიგებში ეძებდა ისეთ ხალხს, ვისაც რაღაცა ტვინი უმუშაობდა, ძალიან უფრთხილდებოდა ამ ხალხს. ხოლო ეს სტიმულირება აი კოსტინგ ლიბერმანის რეფორმის დაწყების შემდეგ თითქმის მოისპო. და ანუ განვითარებაზე ორიენტირებული აღარ იყო. და აქედან გამომდინარე შემდგომ დადგა ეს შედეგი, რაც დადგა. ეს არის. და ბოლოსკენ მინდა უკვე ვისაუბროთ, მართლა ჩვენს კი ცოტა შევეხეთ რა იქნებოდა კარგ, მაგრამ საომავლო გეგმა თქვენ როგორ გესახებათ, აი ხვალიდანვე რომ სიტყვაზე ჩვენი რჩევები, ჩვენი საუბარი გათვალისწინებული იყოს ძლიერთა ამ ქვეყნის მიერ, ხო? ანუ რა არის პირველი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანამ უნდა გადადგას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, ფრაგმენტირებული მიწებით, უამრავი პრობლემით, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც ჩვენთვის ნამდვილად კარგს არაფერს გვიქადის და სხვანაირი პოლიტიკის წარმოება გვიწევს რეალურად, ვიდრე მოუნდებოდა ჩვენ საზოგადოებას რომ გეწარმოებინა, ხო იქ ყოველს კოჭი უნდა უგორო. რა არის ჩვენაირი ქვეყნისთვის, აი ზუსტად ისეთი პოლიტიკის წარმოების პრერეკვიზიტი, ანუ დასაწყისი, რომელიც როგორც თქვენ თქვით, ყიფეს არ გახდის იმ მატერიალურ სარგებელს, რომელსაც ეხლა საზოგადოება ასე თუ ისეთი ფორმით იღებს. ანუ მყარი რო იყოს ეს ყველაფერი, როგორ საიდან იწყებ ამ ყველაფერს, ნუ არ ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი ინდუსტრიები, ხო, რაღაც ძველი კულტურული ინდუსტრიები, რაც შეიქმნა ქალაქი, მონოინდუსტრიული ქალაქები, ანუ უნდა დავიწყოთ თუ არა ამ ყველაფრის ნაციონალიზაციაზე საუბარი, თუ ჩვენთვის მომგებიანი არ არის ნაციონალიზაციაზე ლაპარაკი. უნდა დავიწყოთ თუ არა ამ ქალაქების გარშემო გაშენება ინდუსტრიების, თუ ეს ქალაქები უკვე მომაკვდავი ინდუსტრიები, ანუ აი ამ ორჭოფობაში არის ეხა მე ვისაც ვესაუბრები ხოლმე, რომ აი შეიძლება სულ არ იყოს მომგებიანი მაგალითად ქვანახშირი და ტყიბული უნდა დაიხუროს მაგალითისთვის. ხო, ანუ თქვენ აი ამაზე რას ფიქრობთ ჩვენს მომავალზე, როგორ შეიძლება ამის დაგეგმა, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი? პირველი რიგის ამოცანა ჩემი აზრით არის გეგმის დაწერა. სანამ გეგმას არ დაწერა, მანამდე რაც არ უნდა ელაპარაკო. ყველაფერი იქნება მხოლოდ საუბარი, ზეპირი საუბარი. პირველ რიგში გეგმის დაწერა. მერე სავარაუდოდ ამ გეგმიდან რაც გამოიკვეთება მისი განხორციელება. მე მაგალითად წეგან თქვი ნაწილობრივ დავამუშავებელი მრეწველობის განვითარება, სოფლის მეურნეობისკენ, სოფლის მეურნეობაში ამ კოოპერაციის ხელშეწყობა, ოღონდ კიდევ ვიმეორებ ამის ბანკებზე ჩაბარება არ შეიძლება. აი ახლა ამ დღევანდელ სისტემაში არ შეიძლება ბანკებზე ჩაბარება. და ამის შემდეგ აუცილებელია ნებისმიერი კაფეოდ გაწერილი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყოველთვის ამის ნებისმიერი განვითარების პროგრამისთვის აუცილებელია მიზნების მაჩვენებლებში გამოხატვა, ამ მიზნებამდე მიღწევის გეგმის გაკეთება და მონიტორინგის და შეფასების ინდიკატორთა ბადე, რომელიც ყველაფერს ამას სამთელო პროცესებს აღწერს და გაჩვენებს, როგორ მიმდინარეობს რა. ეს არის პირველი ამოცანა და ასევე პირველი ამოცანა არის და ბევრი რამე უკვე დაგვიანებულიცაა შეიძლება, მაგრამ ჯობს გვიანიდრე არასდროს განათლების სისტემის მიხედვით თავიდან ბოლომდე. ეხლა ჩინეთი რატომ არის ესეთი მაგარი ქვეყანა? იმიტომ რომ ჯერ ერთი მუშაობს ეს ხალხი, ჩინეთი ახლა სულაც არ არის ყველაზე იაფი მუშახელის ქვეყანა, აღარ არის, იმიტომ რომ ხელფასების დონე განაზღაურება ძალიან გაიზარდა, მაგრამ ჩინეთს აქვს ახლა მეორე უპირატესობა. ნებისმიერი სფეროს სპეციალისტი არის თავმოყრილი ერთად, ერთ წერტილში. მაგალითად თუ გინდა გააკეთო რაღაც კომპიუტერების წარმოება, რასაც უამრავი რაღაც სჭირდება. ხო? აი ყველაფრის სპეციალისტი არის ჩინეთში. პროგრამისტიც იქვია, პლასმასის წარმოებელიც იქვია, თხევადი კრისტალის წარმოებელიც იქვია, კლავიატურასაც იქვია გაიკეთება, ყველაფერს იქვია აკეთებენ. ანუ საკადრო უზრუნველყოფა არის ნებისმიერი პროცესის იქ ადგილზე ჩინეთში. ხო? და რაც ყველაზე მთავარია,
ჩინეთის განათლების სისტემა თელ ამ გიგანტურ ინდუსტრიას ამარაგებს უწყვეტად საკადრო რესურსით. და ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი რამე ხა მაგალითად დაიწყო 2022 წლის თებერვალში უკრაინის ომი. ევროკავშირმა გადაწყვიტა დახმარებოდა უკრაინას, დაეხმარენ, მიაწოდეს ჭურვები ესე, ნუ დასალეს თავისი რეზერვები, ამერიკიდანაც ბევრი მიიღეს. შემდგომ ახლა საჭიროება, დადგა საჭიროება იქ ამ ჭურვების და რაღაცების წარმოების და აღმოჩნდა რომ PR მენეჯერმა ჭურვის გაკეთება არ იცის. და ვერც, ნუ დავუშვათ რაღაც რომელი თქვა რაღაც ერთი ინფლუენსერი. რაღაც ინფლუენსერი ტანკს ვერ აწყობს რა. ან რაღაც ეგეთი. და ჩინეთში კიდე ეს რეალური ეკონომიკა არის ბატონო ჩემო. ჩინეთის ეკონომიკას რო შეადარებ ახლა მაგალითად ამერიკის ეკონომიკას, აღმოჩნდება ეგეთი საინტერესო რამე, რომ ამერიკის ეკონომიკაში ბოლო 2023 წლის მაჩვენებლებით 27 ტრილიონი ამერიკის ეკონომიკა, მსხვიდველნარიანობის პარიტეტით. 37-ია ჩინეთის ეკონომიკა. მსხვიდველნარიანობის პარიტეტით ესე. ხო და ამერიკის ეკონომიკის 80% არის მომსახურება. კიდევ სპეკულაციური კაპიტალიზაცია. ხო, აი დერევატივები და რაღაც ეგეთი რამეები. ჩინეთის ეკონომიკის 53%-ია მომსახურება. მრეწველობის წილი ამერიკის ეკონომიკაში არის 10%. ჩინეთის ეკონომიკაში 25%. სოფლის მეურნეობის წილი ამერიკის ეკონომიკაში 1%. ჩინეთის ეკონომიკაში 7%. ანუ ჩინეთის ეკონომიკა თვისობრივად გაცილებით უფრო ჯანმრთელი ეკონომიკა, ვინაიდან ეს რეალურ პროდუქციას აწარმოებს. ხელშესახები. კი, შტეპსელიდან იმის გამორთვა არ შეიძლება რა, ვერ გამორთვა. ბატონო და ბოლოსთვის მინდა ჩვენს მცირე ანალიზი გავაკეთოთ ზოგადად ჩვენი მისწრაფების მიმართ აი ევროკავშირისკენ, ხო? ჩვენ აქ ძალიან სკეპტიკურად უყურებდით ყოველთვის, მაგრამ თითქოს ახლა უფრო ნათელი გახდა ჩვენი ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და ზოგადად ევროკავშირის გარდაუვალი ბედი. ხო, ჩვენ საუბრობთ გადაცემაში შემოსვლამდე ევროკავშირის მთელი სიკეთეები, რაც კი აქამდე დაგროვდა, მათ შორის კულტურული თუ მატერიალური. ეს ხშირად გვთქვია და მე მგონი ამასე არც ყველაზე დიდი ანტისავეთშიც ვერ შეგვედავება, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის შიშით გაკეთებული დათმობები. შიშით. რა თქმა უნდა, შიშით. შიშით და ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ. თავისი მოსახლეობის ეშინოდა საბჭოთა კავშირის მაგალითად. რა თქმა უნდა, იქ ადგილობრივ პარტიებს თუ მუშათა კლასს და პროფკავშირებსაც არ უნდა დაუკარგოთ თავისი სისხლი და ოფლი, რომელიც დაყვარეს ამაში, მაგრამ თავარი ფაქტორი, ვისი ზურგითაც ეს ყველაფერს აკეთებდა, იყო საფრანგეთის არჩევნების შედეგები 46-47 წლები იყო მორის ტორეზის მეთაურობით კომპარტია მიიღო 45%-ია. ანტონიო გრამში ლამის უმრავლესობა მიიღო იტალიაში. და უბრალოდ საბჭოთა კავშირი რო ინგრევა და უკვე ეს გაბატონებული ჰეგემონი უკვე შეერთებული შტატები რო თავის ამ ლიბერალური დემოკრატიის თუ ნეოლიბერალიზმის ფესვებს იდგამს, იგივე ის ხო ლისაბონის ხელშეკრულება, რომელმაც უკვე ევროკავშირს ფაქტიურად დნმ-ში შეუყვანა ნეოლიბერალიზმი, როდესაც ყველაფერში კერძო ინტერესების ჩართვა მოუწია ყველა დიდ პროექტში ევროკავშირის ქვეყნებს, ნელ-ნელა ვხედავთ ამის დეგრადაციას და ომი როგორც ყოველთვის ყველაფერს აჩქარებს, ხო, იგივე როგორც თქვით მეცნიერება თუ დააჩქარა და გარღვევები თუ დააჩქარა, ასევე დააჩქარა ამ სისტემების ნგრევა. და ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი არის ესეთი არჩევანის წინაშე რაღაც შიში აქვს, რომ რუსეთი არ გაჩერდება და უნდა ლისაბონამდე უნდა პუტინს თურმე ჩასვლო, ეგეთი შიში აქვს, ხო? ამას ამბობენ, რომ უნდა ჩავედა. ზგალსინოს ეს არა, ამას საჯაროდ ამბობენ თან, ხო? კი, არა, მე მესმის ვიცი საჯაროდ რომ ამბობენ, მაგრამ აი, უბრალოდ ელემენტარული ლოგიკა რომ მithres ვინმე აი ხა აი წარმოიდგინე რომ ხარ რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. და რუსეთის ეს ბედი გაბარია. რუსეთის ისტორია იცი თან ალბათ თუ კარგად რაღაცები იცი, ნუ მართალია ილინი მოგწონს და ეს უკვე დიდი ნაკლია ჩემი აზრით და ილინს რო პატივსცემ. ჩვენთან გამოთქვა ილინსურათო მაგის გვარი და მოდის რომ იცოდე. საქართველოს ეგეთი გამოთქვა ხო იცი?
ეგონია ილინ სურათ აკეთებს რა, ანუ რაღაცა ესე ცოტა დახრილად რო აკეთებ რაღაცა სურათ. ხო, ილინი რომ მოგწონს და ვლასოვი რომ მოგწონს, ჩემი აზრით ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემა არის, მაგრამ რუსეთის ბედზე ზრუნავ. აი რა ჯანდაბად გინდა ამ უკიდურესად პრეტენზიული მოსახლეობით გადავსილი და რესურსებისგან სრულიად დაცლილი ევროპა. აი რა გინდა? აი რაში უნდა ჭირდებოდეს? კი ბატონო, ხო და აი ამ რაღაც ნარატივებით ქმნიან ფაქტიურად ახლა ისტორიულადაც კიდე ახალ ისტორიაც ვახსენეთ ევროპის ესეთი მილიტარიზაცია როგორცაც ახლა ყვირიან, როგორ მთავრდება ჩვენ ერთხელაც პირველადაც ვნახეთ და მეორედაც ვნახეთ, ხო? მანამდეც ბევრჯერ ვნახეთ. ხო და ანუ ფაქტიურად ამბობენ რომ ჩვენ თუ გვინდა და ამბობენ რომ გვინდა, სხვანაირად გარდაუვალია ჩვენ პუტინი გადაგხლაპავს, ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ მილიტარიზაცია. თან ამბობენ რომ ჩვენ ფული არ გვაქვს ამისთვის და ფაქტიურად უწევთ რომ ყველაფერი რაც კი კარგი ქონდა და რისთვისაც ჩვენ ამ შემთხვევაში ან ჩვენგან დავიწყოთ, ხო საუბარი ჩვენ რატო საქართველოს მოსახლეობას რატო უნდოდა ევროკავშირთან დაახლოება, ხო? ფაქტიურად ყველაფრის უკან დახევა მიდის. პირველ რიგში რა თქმა უნდა უკან დახევა მიდის ინდუსტრიული მუშები, ჩვენს ყველაზე დიდი წინააღმდეგობის გამწევია, როგორც წესი, იგივე ხა ოპელის მაგალითი ავიღოთ, ხო, გერმანიის ინდუსტრიების მაგალითი ავიღოთ, იქამდე აერობუსი საფრანგეთში და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე მიდის პოლონეთის მაგალითად გლეხობა, გლეხებს არ ეძახენ, თავის თავს ფერმერებს ეძახიან, მაგით პოლონეთში ფერმერების გამოსვლები, ანუ ნელ-ნელა ყველა სიკეთე უკან იხევს. აი ამ შემთხვევაში ჩვენი გამოსავალი რა არის? ჩვენ ხო უნდა შევატრიალოთ მართლა ვექტორები, იგივე ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიც არის რუსეთი ამ შემთხვევაში, ხო რომელთანაც არის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არა გვაქვს და მაინც ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია როგორღაც ეს პარადოქსული ურთიერთობა გვაქვს. ეგ ჩვენ მოგწონს თუ არა ეგრე მომწონს. ხო, ანუ თელი ამბავი მაშია, რომ პირველ რიგში მან ყველა საინტერესო რა არის. 800 მილიარდს იძახიან ევროპელები. თავისი რემილიტარიზაციის ამბავში. რაღაცა ძალიან გავს ეგ მარიო დრაგი მომზადა ანალიზი. ევროპის ეკონომიკური განვითარების შესახებ და იქაც რაღაც 800 მილიარდი იყო, არ გონია თლად დამთხევა იყოს. ხო, მაგრამ ევროპის რემილიტარიზაციის ფინალი გარდაუვალად თარიღობენ დრანგ ნახოსტენ. ეგ არის. ყოველთვის ეგრე არის. ყოველთვის იძახიან საპირისპიროს, მაგრამ ბოლოს ესე გამოდის ხო. მაგრამ რა შეგვეხება ჩვენ? ნუკრე შოშიაშვილთან მქონდა ამას წინათ პოდკასტი. ჩავწერეთ DCFTA-სთან დაკავშირებით. DCFTA არის ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს გააჩნია. აი ეს შალახოს ფონზე რომ მოაწერეს ხელი. აი ეს. და მე როცა მე ის იშვიათი ადამიანი ვარ, რომელსაც ყოვლის მომცველი სავაჭრო თავისუფალი ვაჭრობის ხო ეგ არის? ასოცირების ხელშეკრულება. ასოცირების ხელშეკრულება. მე ვარ ის იშვიათი ადამიანთაგანი, რომელსაც ეს იურიდიული ბნელმეტყველება წაკითხული მაქვს და გაშტუდირებული ბოლომდე. მინდა გითხრათ, რომ საზიზღარი საქმე იყო, მაგრამ ასე მე თვითონ ამის საკითხვა, ჯერ სიაზე რომ მივედი პროდუქტები რომ საერთოდ არ ჩამოწერე. მე თავის დანართებიანად და ამოაჩინე ესეთი რამე. 432 მუხლი მაქვს სათითაო მუხლად გაშტუდირებული. მე და კიდე რამდენიმე გაიგას. და გვაქვს დაწერილი ეს ყველაფერი დაწერილი მაგრამ თავარი. მე ყველაფერს წერხო. აღმოჩნდა ესეთი რამე რომ რასაც ჩვენი მოსახლეობა ელოდება ევროკავშირისგან. მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, დახმარებები, ეს არის ძირითადი რამე, ხო? და უსაფრთხოება. არც ერთი მათგანი არ არის იქ, აი საუბარიც კი არ არის არც ერთ მათგანზე იქ. არავინ მსგავს არაფერს არ გპირდება იქ. ხოლო პირიქით რაც შეეხება, აი ვალდებულსა ანუ სიკეთეები რა, ბენეფიტები ესე ვთქვათ. რაც გექნება იქ და ეს ყველაფერი დეკლარაციული ხასიათის. აი ესეთი რა წინ კომუნიზმისკენ ამხანაგებოდა რაღაც ესეთი რა, ეს დაპირებ დეკლარაციული ხასიათის, აი რუბრიკით გადაეკითხეთ ბუმერაზე კლასიკოსები, აი ვასისვალი ლოხანკინთან რომ პტიბურდუკოვი მოვა დასამუნათებლად რომ აღწვენიათ ვასისვალი ანდრეი ჩხუცლედის მე-4 წელს ასეთი რაღაცის გაკეთება როგორ შეიძლება რაღაც ესეთი ტიპის დაპირებებია მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციული რაც შეეხება ვალდებულებებს ეს არის აქ და ახლა ეს ვალდებულებები ყველაფერი და კონკრეტულია რა
მაგალითად იგივე ფიტოსანიტარიული ნორმები, რომელიც უმკაცრეს რეგულაციას უწესებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და იმ საწყალ გლეხს ტაბელური თოხით 0.8 ჰექტარზე რომ მუშაობს, იმის მუშაობა პრაქტიკულად ეს სამუშაო მისთვის შემოსავლის მომტანი აღარ შეიძლება იყოს, არალეგალური ხდება რა. შემდგომ საგარეო ვაჭრობების, საგარეო ურთიერთობების, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, საგარეო ვაჭრობა. მეოთხე თავი. ეს როგორ ამეცით 2022 წლის თებერვალში როგორც კი დაიწყო ომი, დაიწყო აქ პირდაპირ ზეწოლა, რომ გააუქმეთ რუსეთთან, დაუწესეთ სანქციები, დაკეტეთ ვაჭრობა რუსეთთან. ჰარმონიზაციაში მოდი ჩვენ საგარეო პოლიტიკაში. ხო. ეს იყო რეკომენდაციები, მაშინ ჩვენ მთავრობა ძალიან მაგრად დადგა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ და სხვა შორის მაშინ დავთვალე. რას მოიტანდა რუსეთთან ეკონომიკური ეს ვაჭრობის დაკეტვა. რა ხერს მოგვიტანდა? -14% ყველაზე უარეს შემთხვევაში და მაგრამ ყველაზე რეალურად ეს შედეგი ყველაზე კაი შემთხვევაში -4% ერთ წელიწადში 10%-იანი ზრდა იყო იმ წელიწადს ეკონომიკური და მაგის მაგივრად გვექნებოდა 14%-იანი ვარდნა წარმოიდგინეთ თქვენ ხო და მაგის გარდა არის კიდე ეგზისტენციალური პრობლემები აი ის რომ პურის 99% შემოდის რუსეთიდან საწვავის 50% შემოდის რუსეთიდან საწვავი ბენზინზეა საუბარი სცენარიული ზეთის 80% შემოდის რუსეთიდან შენი ღვინის გასაღების 60% მოდის რუსეთზე და ასე შემდეგ რა ეხლა გამოდი და მე კარგია კარგი ბატონო არ არის კარგი გავიგე ცუდია მაგრამ ეს არის ფაქტი ეს მოცემულობა ეს ემოციების სფეროში არ არის რა ეს რეალობა არის რა თუ შენ გინდა უკაცრავად უწმასური ტერმინისთვის და დივერსიფიკაცია ხო ამაზე უნდა იფიქრო 10 წელს ადრე უნდა დაგეწყოთ 15 წელს ადრე ფიქრი ამაზე რომ დავუშვათ აი ხორბლის იმპორტი არ მინდა რუსეთთან იყოს ამდენი მაგრამ მაშინ ჯერ ერთი ან ხორბალი უნდა მოიყვანო აქ ხო საკმარის შენთვის ან სხვა ბაზარი უკეთესი ბაზარი ნახო მაგრამ სად არის ეს უკეთესი ბაზარი ხომ ვერ მეტყვით არის რაღაცები რაც არის მოცემულობა რა საიდან ჩეხეთიდან შემოიტან ხორბალს თუ გერმანიიდან შემოიტან ხორბალს რომელსაც ხორბალი არ მოყავთ თითქმის რა ხო და ვისაც გახსოვთ კიდე 90-იანი წლების შემოტანილი პური ეს საშინელი რაღაც კანადური იყო თუ ამერიკული საფურაჟე ხორბლის ბაზაზე გაკეთებული რა წარმოუდგენელი საზღვრობა იყო რა ხო და დღეს გინდა არ გინდა ეს მოცემულობა და აღმოჩნდებოდა რომ 14%-იანი ვარდნას მიიღებ 14%-იანი ვარდნა თითქმის ომის მდგომარეობაა რა კი ბატონო და სამწუხაროდ ჩვენი დრო ეს საინტერესო მომენტში ყოველთვის ესე არის ხოლმე, ესე იწურება. აბედნა საინტერესო მომენტი. თუ ესე არის ხოლმე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ეკონომისტი, სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე, დიდი მადლობა ბატონო ნოდარ. მობრძანებისთვის და ჩვენი სასაუბრო თემები იყო მთლიანად ზოგადად ეკონომიკა, ჩვენი როგორც მიმდინარე მოვლენები, ისე საომალო და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენს გადაცემაში შეშვენის, გარჩევა ჩვენი უახლესი ისტორიის, საბჭოთა კავშირის და სტალინური ეკონომიკის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.